მთავრობა ნარმანიას შემცვლელს ეძებს, მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთვება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გახდება. ნარმანია ადასტურებს, რომ მისი შემცვლელის შერჩევა მიმდინარეობს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს. მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, ჯერ კიდევ არის ვადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის სრული ექსკლუზიური უფლებამოსილებაც არის, თავის დროზე დაასახელებს შესაბამის კანდიდატურას. ამ დრომდე შვებულებაშია კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია დასასვენებლად ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა. ექს-პრემიერმა მთავრობის შეფასებისას თქვა, რომ ოდიშარია ეგრეთ წოდებული ძალიან კარგი მინისტრების ჩამონათვალში ვერ მოხვდა. უცნობია დაუბრუნდება თუ არა ის საკუთარ კაბინეტს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდიშარიას ამ პოსტზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ჩაანაცვლებს. თავად აბაშიძე ინფორმაციას არ ადასტურებს. არა ბატონო, არა, გასაბარაგოთ, რა ოდიშარიალის, ოდიშარია არა, წვილია ყველაფერი. კულტურის მინისტრთან დაკავშირებით ვარ, ხო არ მორჩა შვებულებას და ვიცით რომ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი მოსალოდნელ ცვლილებებზე არ საუბრობს, თუმცა არსებული ინფორმაციით საქართველოს მთავრობაში საკადრო გადაადგილებები იგეგმება. საგარეო საქმეთა მინისტრს მისივე სიძე ირაკლი ალასანია ჩაანაცვლებს. მაია ფანჯიკიძე კი ელჩად დაინიშნება. კიდევ ერთი ცვლილება, რომელზეც სამთავრობო კულუარებში საუბრობენ, ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეეხება. არ არის გამორიცხული პოსტი თამარ სანიკიძემაც დატოვოს. ამ თანამდებობაზე ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. ჩემთვის საკადრო ცვლილებების შესახებ არავის არ უსაუბრია და მაგის განხილვა არ ყოფილა და შესაბამისად თუ ინფორმაცია ვრცელდება ალბათ უფრო არა დადასტურებული წყაროებიდან და არა სწორი წყაროებიდან. საქართველოს მთავრობას ნდობა გამოცხადებული აქვს. საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაამტკიცა. პრემიერმა წინამორბედის მთავრობა ფაქტიურად უცვლელი დატოვა. ერთადერთი ახალი სახე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ალექსანდრე ჭიკაიძემ თავად ღარიბაშვილი ჩაანაცვლა.